მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რაგელით პირადში აპრილის თვეში. დღეს გვექნება გაშლა თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე, ირჩევთ პოზიციას თქვენი სტიქიის მიხედვით. პირველ პოზიციას დღეს დაიკავებს სტიქია წყალი. შეგახსენებთ, რომ ესენი არიან კირჩხიბი, მორიელი თევზები. მეორე პოზიციაზე იქნება სტიქია მიწა. ესენი არიან კურო, თხის რქა, ქალწული. მესამე პოზიციაზე იქნება სტიქია ცეცხლი, ლომი, ვერძი, მშვილდოსანი, ხოლო მეოთხე პოზიციაზე დღეს იქნებიან ჰაერის ნიშნის წარმომადგენლები. ესენი არიან მერწყული, ტყუპები და სასწორი. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო იწყებს ხოლმე თქვენზე რეზონირებას მაშინ, როდესაც რთავთ და usმეთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული, ვისაც გსურთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, ან დაინტერესებულები ხართ ენერგეტიკული წმენდით, მომმართეთ პირადში მესენჯერში მომწერეთ დეტალებისთვის. Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. ჩვენ ვიწყებთ, რა თქმა უნდა, პირველი პოზიციით და პირველები არიან მორიელი თევზები და კირჩხიბი. ვნახოთ აპრილის თვეში რაგელით პირადში. პირველ რიგში შემიძლია გავხნიშნო, რომ პირადში შეიძლება გაჩნდეს, ან უკვე არსებობს, ან უკვე ძალიან მალე შემოვა თქვენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ თავისი ქარიზმით, თავისი ფლირტის უნარებით, გაჩაღდება თქვენ შორის კომუნიკაცია, აქტიურობა, უფრო ფლირტით დაწყებული ურთიერთობა არის, აი ღია, თამამი ფლირტი შემოდის, გექნებათ იმის სურვილი, რომ უფრო მეტად გაიბრანჭოთ, სუბუქი ენერგიებით აივსოთ და თქვენ შორის აი რაღაც ისეთი დიალოგები წავა, ისეთი სტორები, რაღაც ენერგიები ისეთი წავა, რომ დაემსგავსება ეს ყველაფერი გაბრანჭვას, თამაშს და ესე ფლირტით დატვირთულ მომენტებს, ხო? ანუ ძალიან ისეთი აქტიური თვე იქნება ამ კუთხით. მაგრამ შეიძლება გაჩნდეს იცით როგორი ეტაპი, რომ ორივე შეხვალთ რაღაც როლში. თამამად, ანუ შეიძლება იყოს ძალიან დიდი ენერგია და მიზიდულობა, მაგრამ აი რას ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ, ესე თამამად არ გამოხატოთ, ნამდვილი გრძნობები უფრო დამალოთ, უფრო აი რაღაც ენერგიები ისეთი იქნება, რომ შეფუთავთ ამას მარტივი ენერგიით. შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს სიყვარულისკენ აბიჯები, მაგრამ მაინც სუბუქ ენერგიას შეინარჩუნებთ და აი აქ მოდის ესეთი მომენტები, რომ მიზიდულობას იგრძნობთ, ანუ რაღაც განახლებული ფაზად შეიძლება ჩავთვალოთ აქ, რომ აი ადამიანი გააქტიურდება, ხო? ანუ ვინც არსებობს, მაგრამ თუ ახლა ესეთი პიროვნება არ გეგულებათ, აი ესეთი ადამიანი შემოვა, რომელიც დიდ აქტიურობას დაიწყებს თქვენთან, გააჩაღებს ფლირტს, გამოიწვევს თქვენში ინტერესს, მიზიდულობას და გექნებათ იმის სურვილი, რომ შექმნათ ერთმანეთთან რაღაც თამაშის ფაზა, მაგრამ ეს არის როლი. როლი ზოგადად მიგვანიშნებს იმას, რომ რაღაც მომენტში უფრო სუბუქი ენერგიით დაწყებული ურთიერთობა არის და დაუკვირდით რამდენად საუბრობს ეს პიროვნება სამომავლო პერსპექტივებზე, იმიტომ რომ შეიძლება აქ იყოს ისეთი მომენტი, რომ ძალიან კარგი ფლირტი იყოს, მაგრამ გამოდგეს საბოლოოდ ისე, რომ ვისაც შეუყვარდება, ამ ფლირტის მომენტში ვინც სიყვარულში გადავა და ვისაც შეუყვარდება, ის წააგებს. ანუ ფლირტი კარგია, მაგრამ თუ სიყვარულში გადავიდა, უკვე წაგებული. ანუ რატომ ვამბობ ამას, რომ ხანდახან უფრო აი ენერგიული ურთიერთობები შემოდის და უცებ შეიძლება რაღაც ეს ენერგია გადაიწვას ან ჩაქრეს ან ქალაქები შეიცვალოთ და მე ეს დისტანციურად აღარ გამოვიდეს. ამიტომ ძალიან დიდი რისკი იქნება, რომ აუცილებლად გამოიკულიათ და დააკვირდით სამომავლო პერსპექტივებზე, რას საუბრობს ან რას გეგმავს, ხო? ანუ ეს ფაზა უნდა გაითვალისწინოთ. თუ ურთიერთობაში ხართ უკვე, ყავთ პიროვნება, რომელთანაც კონტაქტობთ,
ან შეყვარებულები ხართ, ან ცოლ-ქმარი ხართ, თქვენ შორის აღდგება ისევ ძველებური თამაშები, ფლირტი და იმის სურვილი, რომ ერთმანეთი მოხიბლოთ და რაღაცა ყოველდღიური რუტინიდან გამოხვალთ. მაინც ნახოთ კიდევ ეს კუტყვის კარტი. დავამეტოთ აქ არკანი. აქ კარტი პირდაპირ გვეუბნება, რომ გექნებათ, როგორც აგიღწერეთ, ესეთი ძალიან რომანტიული, საწყისი, ფლირტი და ასევე გექნებათ, ასე ვთქვათ, როგორი სიტუაცია, რომ თუ ამ ენერგიაში ბალანს დაიკავებთ, დაუცილებლად დააწყობთ სამომავლო პერსპექტივას და გეგმას, თქვენი წყვილი შედგება, გამოვა ეს ურთიერთობა და კარგი მყარი ურთიერთობას ჩამოყალიბდება. უბრალოდ აქ მოდის ესეთი ვარიანტი, რომ თუ ყველაფერს ძალიან სწრაფ ტემპში გააკეთებთ, ამოწურავთ მალევე ერთმანეთს, 5 თვის გასავლელს ერთ თვეში გაივლით და უცებ-უცებ მოხდება თქვენ შორის ურთიერთობები, აქ ერთ-ერთი დარჩება ან თქვენ, ან თქვენი, ასე ვთქვათ, ფლირტის ობიექტი დარჩება ერთ-ერთი შეყვარებული, მაგრამ წაგებული. მაგრამ თუ ამ ყველაფერს მისცემთ დროს, ნელ-ნელა, რაღაც თამაშებს და საინტერესო ურთიერთობას შეინარჩუნებთ, როლში დარჩებით, ჩართავთ კეკლუცობას, მაგრამ ყველაფერს ცოტა დროს მისცემთ და ნელ-ნელა აშენებთ ურთიერთობას, ეს ურთიერთობა გამოვა, იმიტომ რომ აქ მოდის აქცენტი, რომ სწრაფად მოტანილ ურთიერთობას ქარი სწრაფადვე წაიღებს, ხო, რაღაც ესეთი. ამიტომ აქ დრო აიღეთ, სტაბილურობა შეინარჩუნეთ, რაღაცებში ბოლომდე არ გადაეშვათ, რაღაცებში უფრო ფლირტის მაგივრად უფრო სულიერი საკითხები ააშენეთ ამ პიროვნებასთან და აიძულეთ, რომ თქვენი წესებით იმოქმედოს ურთიერთობაში და არა მას როგორც უნდა. ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა. დაგებრშტობებით, ჩემო ძვირფასებო და მოდი ახლა ჩვენ განვიხილოთ მეორე პოზიცია. მეორე პოზიციაზე დღეს არიან, როგორც გითხარით, სტიქია, მიწა, ეს არის კურო, თხის რქა და ქალწული. რას გვეტყვის კარტი თქვენს შესახებ? დღეს ვიგებთ რაგელით პირადში, აპრილის თვეში. თქვენთან მოდის ადამიანი, უბრალოდ SMS-ი მოდის პირველ რიგში, ეს არის პიროვნებისგან მიღებული SMS-ი ან სიურპრიზივით მოულოდნელი აღიარება ან მოულოდნელი ზარი, რომელსაც ან ძალიან დიდი ხანი ელოდებოდით და ახლა გრძნობა მიგინელდა თან საერთოდ ინტერესი დაკარგეთ, აი გადაგავიწყდათ ყოველდღიურ ფიქრში დიდ როლს აღარ იჭერს ეს ადამიანი არა და ერთ დროს შეიძლება ძალიან დიდ ემოციებს ატარებდით მის მიმართ, ანუ დაგვიანებული ადამიანი გამოჩნდება, რომელმაც ძალიან დააგვიანა, ან ბოდიშის მოხდა, ან მოკითხვა, ან ურთიერთობის აღდგენის სურვილი დააგვიანდება, ან აი რაღაცის ახსნა, იმიტომ რომ აქ მოდის ესეთი ენერგია, რომ სიურპრიზივით იქნება, იმიტომ რომ საერთოდ აღარ ელოდებოით ამ ადამიანს, იმიტომ რომ ან მნიშვნელობა დაკარგა, ან სხვა რაღაცაზე გადაერთეთ, ან ის გრძნობა და ემოცია რომ გაცივდა, ან გაქრა, მიხვდით რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვინც თქვათ გინდათ ცხოვრებაში, ან გამოგადგებათ ცხოვრებაში, აი რაღაცა დაგვიანებული სიტუაცია არის, მაგრამ თან სიურპრიზივით იქნება, იმიტომ რომ საერთოდ შეიძლება აღარც ელოდებით, რომ ან რაღაცას აღიარებს, ან რაღაცას მოგწერთ, ხო? აი, ნახეთ, შეიძლება ამ ყველაფერმა
თქვენში გამოიწვიოს იმტკივნეული ფაზების, ხელახლა გაგახსენეთ ის დღეები, როგორ ელოდებოდით, როგორ გტკიოდათ, ან რაღაც ტკბილი სევდაც შეიძლება იყოს აქ, რომ როგორი კარგი იყო ყველაფერი, მე როგორ გაფუჭდა და ახლა როგორი საერთოდ აღარ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ესაკითხი. უკვე თითქოს ეს იარები ან შეიხორცეთ, ან გამოხვედით ამ სიტუაციიდან, ან ხო ხდებით, ანუ ემოციურად ცოტა გულთან მოვა ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო წარსულ ენერგიაში ტოვებთ ამ სიტუაციას, ვიდრე აგრძელებთ ამ პიროვნებასთან რაღაც შანსებს ან კომუნიკაციას. კიდევ ახალი საწყისი, განულება, თქვენ გაქვთ სუფთა ფურცელი ცხოვრებაში, ყავთ ახალი თაყვანისმცემლები, ან ზუსტად ამ თვეში შემოვა ესეთი პიროვნება, რომელთანაც ახალ მომავალს დაგეგმავთ, ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ ახლა ახალი ფურცელი და თქვენი სასიყვარულო ისტორია ზუსტად ისეთი იქნება ამის შემდეგ, როგორიც გინდათ, როგორცაც ისურვებთ, რომ იყოს და როგორიც გინდათ, რომ დახატოთ და შექმნათ. ანუ სამყარომ თქვენ უკვე მოგცათ განულება, მოგცათ, ასე ვთქვათ, იმის საშუალებას, რომ ეს წარსული ადამიანი კიდევ მოვა, ისაუბრებთ თუ რამე გაქვთ სათქმელი, ან თუ რაღაც შესამოწმებელი ქონდათ, ან თუ გინდოდათ, რომ ბოდიში მოეხადა, ან თუ გინდოდათ, რომ რაღაცა გაიაზრებინა, იმ ყველაფერს გაივლით, მაგრამ თქვენ განახლებულ ენერგიაში დარჩებით და გექნებათ ის მომენტი, რომ მე უკვე სუფთა ვარ, მე უკვე გამოვიარე ეს ყველაფერი, მე უკვე ყველაფერი გავიაზრე და ამ სუფთა ფურცელზე დავხატავ ისეთ გრძნობას ან შემოუშვებ ისეთ ადამიანს, ვისთანაც ზუსტად ის სასიყვარულო ისტორია მინდა დავწერო, როგორსაც ან მე ვიმსახურებ, ან როგორი ადამიანიც რეალურად მე გამაბედნიერებს და მჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ამ თვეში გექნებათ იმის საშუალება, რომ ან სულიერად განთავისუფლდეთ და უკვე სიახლეებს კარი გაუღოთ, ან პირდაპირ ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში ახალ ადამიანთან რაღაც ნაბიჯებიც გექნებათ და თუ ახლა არავინ არ არის ისეთი თაყვანისმცემელი შემოვა ისეთი, რომ მასთან ერთად რაღაც მომავალს დაინახავთ და აი როგორც აქ ნათლად ჩანს რაღაც სამომავლო ბედნიერი წუთები მომავლის ენერგიამზე და წყვილი, რომელიც ამ ყველაფერს სამომავლო ენერგიაში ერთმანეთთან ხედავს. აი ესეთი განულება და რაღაც ახალი ეტაპის დაწყება მოდის თქვენთან. დაგემშვიდობებით. და ჩვენ ახლა განვიხილავთ შემდეგ პოზიციას. ესენი არიან ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები, მოგესალმებით თქვენ და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რაგელით პირადში აპრილის თვეში. თქვენთან მოდის შემოთავაზება. ეს შეიძლება იყოს დაქალის მეშვეობით გაიცნოთ პიროვნება. დაქალმა რაღაც შემოგთავაზოთ, სადმე წასვლა, ან სადმე რაღაც დაპატიჟება, ან შეიძლება პირდაპირ დაქალმა რაღაც დაგეგმოს, რომ მოეწონოს სხვა სამეგობრო წრეში ვიღაც პიროვნება და გადაწყვიტოს, რომ ერთმანეთს უნდა შეხვდეთ აუცილებლად. ან შეიძლება ეს დაგეგმილი მას არ ჰქონდეს, მაგრამ ისე მოხდეს, რომ ერთად სადმე წახვიდეთ, რაღაც შემოთავაზება ჰქონდეთ. ეს არის ქალის კომპანია, ანუ ქალებთან ერთად ყოფნა, დაქალთან ერთად ყოფნა, რაღაცას დაგეგმავთ გოგოები და იქ ადამიანი შემოდის ახალი, რომელთანაც რაღაც კომუნიკაციას დაალაგებთ. მაგრამ თუ ურთიერთობაში ხართ, უკვე ან წვილში ხართ პიროვნებასთან, ამ პიროვნებასთან გექნებათ აი რაღაცა უფრო მეგობრული ურთიერთობა. უფრო რაღაც თქვენი ურთიერთობა გადავა მშვიდ ფაზაში, უფრო გადავა ისეთ ენერგიაში, რომ ერთმანეთის აი ერთმანეთს უფრო სხვანაირად დავუახლოვდებით, ერთმანეთს ჭორებს გაუზიარებთ, რაღაცა მეგობრულ ენერგიას შექმნით და აი რაღაც კარგ სიტუაციაში იქნებით. ან შეიძლება ისეთი შემოთავაზებები მიიღოთ, რომ როგორც წვილი ერთად წახვიდეთ სადმე და აი რაღაც ესეთი ჰარმონიული კარგით რო გაატაროთ. კიდევ რას გვეკვის კარტი?
აი, ამ პოზიციაზე თქვენს შემთხვევაში ძალიან დიდი არის იმის შანსი, რომ ახლა ან მოწყენილები ხართ, ან მარტო გრძნობთ თავს, ან რაღაცნაირად აი დიდი ხანია ისეთი მოსაწონი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში არ ყოფილა. ამ შემთხვევაში მოდის ის ნაცნობობა, როგორადაც გითხარით, ქალის მეშვეობით გაიცნობთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც შეიძლება ცოტა მძიმედ და ნელ-ნელად აეწყოს ურთიერთობა, მაგრამ საბოლოოდ მართლა ძალიან ბევრ რაღაცაში დაემთხოს თქვენი შეხედულებები, თქვენი მოთხოვნილებები, ურთიერთობაში წყვილს შორის არსებული ფუნქციების და სიყვარულის, ასე ვთქვათ, ხედვებიც დაემთხოს და სამომავლოდ ეს ადამიანი გახდეს თქვენი მუდმივი პარტნიორი, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში, ვისაც გსურთ დაოჯახება ამ პიროვნებასთან შექმნათ ოჯახი, ზოგიერთის შემთხვევაში შექმნათ სტაბილური, მაგრამ მყარი ურთიერთობა, ხო? აი რაღაცა აი ეს მომენტი არის, ვინც ურთიერთობაში ხართ, თქვენი ურთიერთობა გრძელდება, თუ ახლა მძიმე ფაზა გაქვთ, ამ ყველაფერს გაუმკლავდებით, ისევ ერთად აგრძელებთ, ასე ვთქვათ, წინსვლას. ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში შეიძლება გყავთ შეყვარებული და ჯვრისწერა დაგეგმოთ, ან ხელისმოწერა დაგეგმოთ, ან რაღაც აი ეს სამომავლო პერსპექტივებზე საუბრები ძალიან აქტუალური იყოს და უფრო მეგობრული და ჰარმონიული ურთიერთობა გაგეგრძელდებათ. აი, როგორც დაქალივით, რაღაც ისეთი გახსნილი იქნებით მასთან, უფრო შაბოჭილი ენერგიები გაიფანტება და უფრო მსუბუქ ენერგიაში გადახვალთ თქვენს დღევანდელ პარტნიორთან და უფრო მეგობრული ენერგიებით გამყარდება თქვენი ურთიერთობა, რაც იცით როგორ შეგრძნებას მოიტანს, რომ დარწმუნდებით, რომ ეს ის ადამიანია, ვისთანაც დიდი ხანი გსურთ ყოფნა და გინდათ მასთან ერთად ყოფნა და სწორ პიროვნებასთან ხართ. აი ასეთი სიტუაციები გექნებათ. მე დაგემშვიდობებით. და გადავდივართ ახლა ჰაერისტიქიასთან, მოგესალმებით. და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში რას გვეტყვის კარტი, რაგელით პირად ცხოვრებაში აპრილის თვეში. აქ ბევრი თქვენთაგანი ახალი დაშორებულები შეიძლება იყოთ, ან რაღაც წარსულ ენერგიაში ძალიან დიდი ხანია გაიჭედეთ, ხო? რაღაც ბრაზი გაქვთ ისევ ყოფილ პარტნიორთან, ან დიდი ხანია ამ პიროვნების გამო ახალ ურთიერთობებზე საერთოდ არ ფიქრობთ, ან ვერ იწყებთ ახალ ურთიერთობებს. შეიძლება აქ მარტო ყოფნაზე იყოს დიდი აქცენტი. აპრილის თვეში აქტუალური იქნება რაღაც აი წარსულის მძიმე ენერგიები, რაც წარსულთან გაქვთ, ამ ყველაფრის ჩახსნა, საკუთარ თავში დაფიქრება და იცით როგორი მომენტი, რომ აი სიყვარულში რა გინდათ, ან ახალი პარტნიორისგან რას ელით, გინდათ ახალი პარტნიორი თუ ჯერ ისევ მარტო ყოფნა გირჩევიათ, მაგრამ აი რაღაცა წარსული ენერგია, რაც დიდი ხანია თქვენთან ტრიალებს და ახალ შესაძლებლობებს არ გაძლევთ, აი ეს ენერგია იხსნება საბოლოოდ და რაღაც უფრო ღრმად დაფიქრდებით საკუთარ თავში. თითქოს აი ახლა ძალიან ბევრი თქვენთაგანი ამ პოზიციაზე მარტო ხართ, ან ხართ ისეთ პარტნიორთან, რომელიც არის ძალიან ტოქსიკური და სულ ისეთ შეგრძნება გაქვთ, რომ მარტო ყოფნა გირჩევიათ ხანდახან მასთან ყოფნას. აი ამ ყველაფერს ალაგებთ. აი ამ ყველაფრის გააზრების, მიღების, გადახარშვის და დალაგების პერიოდი შემოდის. კიდევ ვნახოთ აბა ეს ფოტოს კარტი. მაგრამ აქ სხვათა შორის მოდის ისეთი რაღაც პიროვნება, უფრო სწორედ ვიღაც პიროვნება, რომელიც ან დიდი ხანია სადღაც გიყურებთ, ან სოციალურ ქსელში, ან შეიძლება პირისპირად გიყურებთ, რაღაც გადვალიერებთ, ხედავთ და რაღაც გეგმებს აწყობს ეს პიროვნება, რომელიც უკავშირდება თქვენთან ან დაახლოებას, ან გაცნობას, ან უფრო გამბედავი გახდება და რაღაცას შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ არსებობს ვიღაც ადამიანი, რომელსაც მოწონხართ და რომელსაც აი თითქოს აი თქვენი ენერგია უშლის ხელს, რომ გადმოდგას ნაბიჯი
და თავისი სათქმელი გითხრათ, იმიტომ რომ სულ რაღაცნაირად აი წარსულისკენ უფრო იყურები და შეიძლება ეს ადამიანი ახლა ვერც შენიშნოთ, მაგრამ თვითონ გამოჩნდება ამ პერიოდში. და სხვათა შორის იცით როგორი პიროვნება არის ეს ადამიანი, რომელსაც უყვარს ყველაფრის გააზრება, დაწონ რაღაც გაუაზრებელ ნაბიჯებს არ გადმოდგამს, ფრთხილად მოგიდგებათ, შეამოწმებს. შეიძლება ეს ის ადამიანია, რომელმაც იცის როგორი ტრაუმები გაქვთ წარსულთან მიმართებაში და შეამოწმებს მზად ხართ თუ არა ახალი ურთიერთობის დაწყებისთვის. ანუ თავზე არ მოგახვევთ თავის ენერგიას, ანუ შეუძლია რომ დაილოდოს, შეუძლია რომ მოიცადოს თქვენს გამო, შეუძლია რომ უფრო მყარი ურთიერთობა ააშენოს და მე ნელ-ნელა მოგიახლოვდეთ. ანუ ამ პიროვნების ხასიათში იცით როგორ ჩდებით, რომ როდესაც თქვენ ხართ უკვე აი გაძლიერებული, თავს როდესაც იგრძნობთ გაძლიერებულად, თავდაჯერებულად და ჩათვლით რომ უკვე მე ძლიერი ვარ, თავდაჯერებული ვარ და მზად ვარ რომ ახალი თავგადასავლები მქონდეს, აი ეს პიროვნება ზუსტად მაშინ დაიწყებს, ასე ვთქვათ, თქვენთან უფრო გახსნილად მოქმედებას. მაგრამ თქვენს გარშემო ეს ადამიანი ტრიალის აპრილში ეს პიროვნება აქტიურად გამოჩნდება თქვენთან. მის თვალში იქნებით ყველაზე ლამაზი, ყველაზე სექსუალური მაშინ, როდესაც თავს იგრძნობ ძლიერად და ასე ვთქვათ, თავდაჯერებულად. ეს პიროვნება მოგცემთ დაცვას. აი რაღაც ესეთი სიტუაციები მოდის თქვენთან. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ ამთავრებთ იმ წარსული ენერგიის მიმართ ფიქრს, რასაც ამხელა რესურსი მიაქვს და რაც უკვე ან საერთოდ აღარც გინდათ რომ დაბრუნდეს, მაგრამ თან ბრაზი გაქვთ, მაგრამ ან საერთოდ აღარ დაბრუნდება, ანუ რაღაცას ბოლომდე უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან. განთავისუფლება არის ეს. ან შეიძლება ფიქრობთ, რომ აი ისევ ის დრო რომ იყოს, ურთიერთობაში ერთად რომ ვიყავით, სხვანაირად მოვიქცეოდით, აი რაღაცა ბევრი მსჯელობა გაქვთ, მაგრამ მოდის ისეთი პერიოდი, რომ თქვენ ჩაიხსნებით წარსული მძიმე ენერგიებს, ცოტა ხანი აიღებთ იმ სიტუაციას, რომ ეს საკუთარ თავში დაფიქრდეთ, იმიტომ რომ ახლა თითქოს მარტოობაც გშველით რაღაცაში და მზადყოფნაში მოდიხართ, რომ ახალი თავგადასავლები დაიწყოთ, იბრუნებთ თქვენს თავდაჯერებულობას და ეს პიროვნებაც მოდის თქვენთან, რომელიც მოგცემთ იმის ძალას, რომ შეძლოთ ახალი ისტორიის დაწყება. ოღონდ ეს პიროვნება არის, როგორც გითხარით, ფრთხილი და შეიძლება აპრილის თვეში მაინც-ამაინც ძალიან ისეთი რომანტიულობით სავსე არ იყოს, მაგრამ თქვენს გვერდზე იქნება და რაღაც მხარდაჭერას მოგცემთ და ძალას მოგცემთ, ანუ მომავლის იმედს ეს პიროვნება აუცილებლად მოგიტანთ. მე დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას და წარმატებას და მომავალ შეხვედრამდე.